მოგესალმებით. დღეს ერთ ძალიან საინტერესო საკითხს ვეხებით, რომელიც ალბათ ყველასთვის ნაცნობია, აი ეს მეს განცდა. ვინ არის ეს ჩვენს თავში რომ ზის, ასე ვთქვათ, და აკვირდება. ჩვენი დღევანდელი მასალა ერთი ინტერვიუს ნაწყვეტია. ზუსტად ამას იკვლევს ცნობიერება, მეცნიერება, ნეირომეცნიერებაც კი. კი, და ვეცდებით, რომ აქედან მთავარი აზრები, ხო იცი, შენთვის გასაგებად გადმოვცეთ. წყარო პირდაპირ სვამს კითხვას. აი ეს ჩვენი მყარი უცვლელი მეს შეგრძნება, ეგო, რასაც ვეძახით, ხომ არ არის სინამდვილეში, კარგად შეფუთული ილუზია. ზუსტად. ამტკიცებს, რომ ეს გამიჯნულობის განცდა თითქოს ცალკე ვართ, შეიძლება სულაც არ იყოს რეალური. და რაც ყველაზე ჩემი აზრით დამაინტერესებელია, ამ ილუზიის ბუნების დანახვა გარღვევაც კი შეიძლება ვამბობს. ჭრეთით, მედიტაციით. და კიდევ ესეც საინტერესოა, ისეთი სულიერი იდეები, მაგალითად უპირობო სიყვარული რეალურიაო. შეიძლება თანამედროვე მეცნიერებასთან, გონების გაგებასთან სავსებით თავსებადი იყოს. მზად ხარ, სანამ ჩავყვინთავ, დაფიქრდი აბა. შენ როგორ გძნობ, მყარი ხარ, უცვლელი, თუ უფრო რაღაც მოძრავე. დავიწყოთ მაშინ ამ მეს ილუზიის იდეით. წყარო ამბობს, რომ უმეტესობას გვაქვს ეს ღრმა შეგრძნება, თითქმის მუდმივი, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ფიქრების, გრძნობების, აი ამ ყველაფრის პატრონები, რაღაც ცენტრი, რომელიც თავის ქალაში ზის და თვალებიდან იყურება. კი, ეგრეა. მძღოლივით მანქანაში რომ ზის. ზუსტად. სხეული მანქანაა, სამყარო გზა, ჩვენ კი შიგნით ვზივართ, ცალკე. ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა, ხო? აი არის ვიღაც მე, რომელიც განიცდის, ფიქრობს, მაგრამ წყარო ამბობს, რომ ეს ვიღაც შეიძლება სულაც არ იყოს ისეთი, მთლიანი და რეალური როგორც გგონია. უფრო პროცესიაო, რომელიც ამ სუბიექტურობის განცდას ქმნის. და სწორედ აქ ერთვება ნეირომეცნიერება და ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ავტორს ინტერვიუში ვინც საუბრობს, ნეირომეცნიერების დოქტორის ხარისხი აქვს, ის ამბობს, რომ ტვინს თუ დავაკვირდებით, ვერ ვიპოვით ერთ კონკრეტულ ადგილს, ერთ ცენტრს, სადაც ეს ჩვენი მყარი, უცვლელი მე ცხოვრობს. წარმოიდგინე, ტვინის სკანირება რამეს იხსენებ. ერთი უბნები აქტიურდება, ემოცია გაქვს სხვა, გეგმა კიდევ სხვა, მაგრამ ერთი მთავარი პულტი ან დირექტორის კაბინეტი, სადანაც ერთი მუდმივი მე მართავს ყველაფერს, ეგეთი რამე არ არის. მეცნიერულად თუ შევხედავთ, მეს განცდა უფრო რა გამოდის, მყარი ნივთი კი არა, რაღაც პატერნია. მუდმივად ცვალებადი აქტივობა ტვინში, რომელიც ქმნის ამ ერთიანობის შეგრძნებას. ეს ცოტა რევოლუციურია, ჩვენს ყოველდღიურ განცდას ეწინააღმდეგება თითქოს. ზუსტად. წყარო ამბობს, რომ ეს მე უფრო პროცესია, ვიდრე არსი. ის მუდმივად იქმნება, ხელახლა იქმნება, ჩვენი ფიქრებით, მოგონებებით, სხეულის შეგრძნებებით ეს. ეს არ ნიშნავს, რომ შენ არ არსებობ, არამედ რომ შენი არსებობის ბუნება შეიძლება სხვა იყოს, ვიდრე ინტუიციურად გრძნობ. გასაგებია. ეს განცდა, რომ შენ ხარ შენი ფიქრების მოაზროვნე და შენი გრძნობების გამცდელი. სწორედ ეგ არის, რასაც წყარო ილუზიას ეძახის. გასაგებია. მაგრამ თუ ეს ილუზია, უბრალოდ უნდა დავიჯეროთ? თუ არის რამე გზა, რომელიც ჩვენ თვითონ დავინახოთ ჩვენი გამოცდილებით. აქ შემოდის როგორც ჩანს ჭვრეტა, მედიტაცია. როგორ გვეხმარება ეს წყაროს მიხედვით? წყარო მედიტაციას აღწერს არა როგორც რაღაც მისტიკურ რიტუალს, არამედ უფრო როგორც ყურადღების მართვის ტექნიკას. გვეხმარება დავაკვირდეთ ჩვენი გონება როგორ მუშაობს, ამბობს, რომ ჩვენ ძირითადად ფიქრებში ვართ დაკარგულები. სულ ვაიგივებთ თავს ჩვენს ფიქრებთან, გრძნობებთან, ისტორიებთან. კი ბატონო. მედიტაცია კი გვაძლევს საშუალებას თითქოს ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და დავინახოთ ეს ფიქრები და გრძნობები როგორც უბრალოდ, ფიქრები და გრძნობები, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან ცნობიერების სივრცეში. წყარო ამას შელოცვის დარღვევას უწოდებს. შელოცვის დარღვევა, საინტერესო თქმა. იმის მაგივრად, რომ იყო ფიქრის შიგნით, შენ ხდები მისი დამკვირვებელი. შეგიძლია მაგალითი მოგვიყვანო, თქვათ, რთული ემოცია, ბრაზი. კი, ბრაზი კარგი მაგალითია. ჩვეულებრივ, როცა ბრაზდები, შენ ამბობ,
მე ვარ გაბრაზებული. ანუ მთლიანად იდენტიფიცირდები ამ ემოციასთან და იმ ფიქრებთან, რომლებიც კვებავს. როგორ გამიბედა, ეს რა უსამართლობაა და ასე შემდეგ. აჰა. წყარო გთავაზობს, რომ დაკვირვებით მედიტაციით შეგიძლია შეამჩნიო ბრაზი არა როგორც შენი ბრაზი, არამედ როგორც უბრალო მოვლენა ცნობიერებაში, შეგიძლია დააკვირდე მის ფიზიკურ გამოვლინებებს სიმხურვალე სახეზე, დაჭიმულობა მკრთში, გულსცემა, ამ შეგრძნებებისგან დისტანცირებით. უბრალოდ შეგრძნებებს აკვირდები. კი. და ხედავ იმ ფიქრებსაც, რომლებიც ამ ბრაზის იწვევს, როგორც უბრალოდ ფიქრებს და არა როგორც რაღაც ობიექტურ რეალობას. და რა ხდება მერე? რა ეფექტი აქვს ამას? წყაროს მიხედვით, როდესაც ამ ავტომატურ გაიგივებას წყვეთ, როდესაც ბრაზს აღიქვამ უბრალოდ როგორც ენერგიას, შეგრძნებათა ერთობლიობას და წყვეთ მის კვებას ამ ფიქრებით, ის კარგავს ძალას. თითქოს კარგავს იმ მეს, რომელსაც უნდა ჩაეჭიდოს. გასაგებია. შედეგად ემოცია შეიძლება უფრო სწრაფად გაიფანტოს ან ნაკლებად მტკივნეული გახდეს. ეს არ ნიშნავს ჩახშობას, არა, უფრო ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა. ეს არის ცნობიერების როგორც ასეთის ამოცნობა იმ სივრცის, რომელშიც ყველაფერი ჩნდება, მაგრამ ამ სივრცეს არ ყავს ცენტრალური მეპატრონე. ეს მართლა ცulis ყველაფერს. წარმოიდგინე, აი შენთვის პრაქტიკაში რას შეიძლება ნიშნავდეს ეს? როგორ შეიძლება ამ ერთი შეხედვით მარტივმა ცვლილებამ, ყურადღების სხვანაირად მიმართვამ, შეცვალოს შენი განცდები, სტრესი, ფშფოთვა, ან თუნდაც ეს მუდმივი მე-მე-მეს განცდა. საინტერესოა დაფიქრება ნამდვილად. ეს მიგვიყვანს შემდეგ კითხვამდე. თუ ჩვენი მე ილუზორულია და ფიქრები, გრძნობები უბრალოდ მოდიან და მიდიან ცნობიერებაში, მაშინ რა არის თვითონ ეს ცნობიერება? აი, ეგეც ძალიან საინტერესოა, როგორ აღწერს წყარო ცნობიერებას. ის ამბობს, რომ ცნობიერება თავისი ფუნდამენტური ბუნებით არის რაღაც სრულიად ღია, მშვიდი და, კმაყოფილებით სავსე. ეს არ არის რაღაც, რასაც უნდა მიაღწიო. ეს არის ის, რაც უკვე ხარ. ფიქრების და იდენტიფიკაციების მიღმა. ანუ ისედაც არის. კი, წარმოიდგინე ოთახის ანალოგია ისევ. ცნობიერება არის თავად ოთახის სივრცე, სუფთა, ცარიელი, მშვიდი. ფიქრები, გრძნობები, ხმები, სუნები, ეს ყველაფერი ავეჯია, რომელიც ამ სივრცეში ჩნდება და ქრება. ავეჯი შეიძლება იყოს ქაოტური, მახინჯი, ლამაზი, მაგრამ თავად სივრცე უცვლელი რჩება, ხელუხლებელი. ანუ გამოდის, რომ ჩვენი პრობლემები და ტანჯვა მოდის არა თავად ავეჯიდან, ანუ ფიქრებიდან და გრძნობებიდან, არამედ იქიდან, რომ გვავიწყდება, რომ სივრცე ვართ და ვიწყებთ საკუთარი თავის ავეჯთან გაიგივებას. ზუსტად. წყარო ამბობს, რომ ტანჯვის დიდი ნაწილი მოდის ფიქრის ფენისგან, რომელიც მუდმივად ფარავს ცნობიერების ამ პირველად მშვიდ ბუნებას. ჩვენ სულ ჩართულები ვართ ამ შინაგან მონოლოგში, ვქმნით პრობლემებს, ვნერვიულობთ წარსულზე, მომავალზე და ამ პროცესში ვერ ვამჩნევთ იმ ფონს, იმ ცნობიერებას, რომელშიც ეს ყველაფერი ხდება და რომელიც წყაროს თანახმად თავიდანვე არ არის პრობლემური და არ აქვს ცენტრი. აქამდე ეს ყველაფერი შეიძლება ჟლებდეს როგორც, ფილოსოფია ან სულიერება, მაგრამ შენ ახსენე, რომ წყარო ამ იდეებს თანამედროვე მეცნიერებასაც უკავშირებს. როგორ? მართლა შეიძლება, რომ ისეთი ცნებები, როგორიცაა უპირობო სიყვარული ან მეს ილუზორულობა, მეცნიერულად იყოს, არადასაბუთებული, მაგრამ თავსებადი მაინც? წყარო არ ამბობს, რომ მეცნიერება პირდაპირ ამტკიცებს ამას, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ფუნდამენტური სულიერი დაკვირვებები, ინსაიტები სრულ თანახვედრაშია გონების თანამედროვე გაგებასთან. არ ეწინააღმდეგება. მაგალითად, იდეა, რომ მე ილუზორულია, როგორც ვნახეთ, კარგად ეხმიანება ნეირომეცნიერების აღმოჩენებს, რომ ტვინში ერთიანი მეს ცენტრი არ არის. აჰა. ასევე იდეა, რომ შესაძლებელია ნაკლები ეგოცენტრიზმიდან მეტი თანაგრძნობა, რაც ფაქტობრივად უპირობო სიყვარულის საფუძველია, ამასაც იკვლევს ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება. მაგალითად, მედიტაციის ეფექტებს რომ სწავლობენ ტვინზე. ანუ წყაროს პოზიცია, რომ ეს არ არის უბრალოდ ბრმარცმენა ან რაღაც მაგიური აზროვნება. დიახ,
თითქოს ამბობს, რომ ტრადიციულმა რელიგიებმა და სულიერმა პრაქტიკებმა საუკუნეების განმავლობაში დააგროვეს რაღაც ღრმა ცოდნა ადამიანის გონებაზე. ეს ცოდნა ეფუძნება პირად ემპირიულ დაკვირვებას, ჭვრეტას. და ახლა თანამედროვე მეცნიერება თავისი მეთოდებით იწყებს იგივე ტერიტორიის კვლევას და პოულობს პარალელებს. წყარო იყენებს მეტაფორას, ეს არის რელიგიისა და სულიერების ის ბავშვი აბაზანის წყალში, რომელიც აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთო, მაშინაც კი თუ დოგმებს ან ზებუნებრივ რწმენებს უარყოფთ. ანუ შეგიძლია იყოს სეკულარული, რაციონალური ადამიანი და ამავდროულად სერიოზულად გამოიკვლიო საკუთარი ცნობიერების ბუნება და აღმოაჩინო ეს სიღრმეები. ეს ნამდვილად გაფიქრებინებს. შესაძლებელია თუ არა ამ პირველად მშვიდ ცნობიერებაზე წვდომა, რაზეც წყარო ლაპარაკობს, რელიგიური ჩარჩოების გარეშე, დოგმების გარეშე. უბრალოდ გონების პირდაპირ კვლევით, როგორც ამას წყარო გვთავაზობს. ეს თითქოს კარს უღებს სულიერების სულ სხვანაირ გაგებას, თანამედროვე ადამიანისთვის უფრო, რა ვიცი, მისაღები და პრაქტიკული რომ იყოს. ზუსტად ეს არის წყაროს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მგონი. გვთავაზობს გზას, რომელიც არ მოითხოვს რაღაც კონკრეტული რწმენის სისტემის მიღებას, არამედ ეფუძნება საკუთარი გამოცდილების პირდაპირ გულწრფელ კვლევას. მაშასე, მოდი შევაჯამოთ. რა გამოვიტანეთ ამ საინტერესო მასალიდან შენთვის? რა არის მთავარი, რაც შეიძლება დაგვამახსოვრდეს? პირველი, საკვანძო იდეა. შენი ეს მყარი, უცვლელი მეს განცდა, ეს შინაგანი მძღოლი. შესაძლოა უფრო ფსიქოლოგიური კონსტრუქცია იყოს, მუდმივი პროცესი, ან ჩვევა, ვიდრე რეალური ფიქსირებული რამე. ნეირომეცნიერებაც კი ამბობს, ტვინში ასეთი ერთი ცენტრი არ ჩანსო. მეორე მნიშვნელოვანი პუნქტი. ისეთი პრაქტიკები, როგორიცაა მედიტაცია, ჭვრეტა, წყაროს მიხედვით არ არის მიზანი, რომ ფიქრებისგან გათავისუფლდე. არა, ეს უფრო პერსპექტივის შეცვლაა, იმის სწავლა თუ როგორ დააკვირდე ფიქრებს და გრძნობებს, მათთან გაიგივების გარეშე და როგორ ამოიცნო ცნობიერების ის სივრცე, რომელშიც ეს ყველაფერი ჩნდება. და მესამე, წყარო გთავაზობს, რომ ამ მენტალური ხმაურის მიღმა ცნობიერება თავისი არსით არის ღია, მშვიდი და კმაყოფილებით სავსე მდგომარეობა. ეს არ არის რაღაც მისაღწევი, არამედ ჩვენი ფუნდამენტური ბუნებაა, რომელიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს, როცა ფიქრის ფენას ცოტათი გავცდებით. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ერთი საფიქრალი კითხვა. ეს პირდაპირ არ დასმულა წყაროში, მაგრამ ლოგიკურად გამომდინარეობს ამ ყველაფრიდან. თუ ჩვენი ინდივიდუალური მესგანცდა მართლა ასეთი პირობითია, ფიქრებით აწყობილი, როგორც წყარო ამტკიცებს, მაშინ რა ბედი ეწევა ისეთ ფუნდამენტურ ცნებებს, როგორიცაა პირადი პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური მიღწევა, თუნდაც დანაშაულის გრძნობა. რა ხდება მაშინ, როდესაც ეს მეს ილუზია სუსტდება, ან თეორიულად ქრება? როგორ იცლება ჩვენი მორალური, ეთიკური კომპასი? ამაზე დაფიქრება მგონი ნამდვილად ღირს. შეიძლება ღრმა პრაქტიკული შედეგები გქონდეს ამას ჩვენ ცხოვრებაზე. მართლაც საინტერესო კითხვაა დასაფიქრებლად. გმადლობთ, რომ დღეს ჩვენთან ერთად იყავით ამ ღრმა და იმედია შთამაგონებელ მოგზაურობაში საკუთარი თავის შეცნობისკენ.